10 თებერვალია, ორშაბათი, მე ჟურნალისტი ვახტანგ ხიზმიაშვილი წარმოგიდგენთ თავისუფალ სივრცეს საღამოშტომისა. სამი ოპოზიციური პარტიის მოწოდების მიუხედავად, გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე და სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს არ ამბობს. ვისურვებდი, რომ ამგვარ სტრატეგიულ ბუნდოვანებას, რომლის შენარჩუნებასაც თითქოს და ახლა გახარია ცდილობს, ამჯობინოს მორალური და პოლიტიკური სიცხადე. მნიშვნელოვანია, რომ გახარია საქართველოს მიიღოს გადაწყვეტილება და აქ დროის გაწელვა იმუნიტეტის გამო, დაფინანსების გამო არის აბსოლუტურად არარელევანტური, არაობიექტური, არასამართლიანი ამ ბრძოლაში. ჩვენს პოლიტიკურ ძალას მუდმივად ვახასიათებს თანმიმდევრული, არაემოციური ნაბიჯების გადადგმა. აჩქარევი იყო განცხადებების დაწერა. თუ ამ საკითხზე ვერ თანხმდება ოპოზიცია, როგორ აპირებდნენ კოალიციური ხელისუფლების დაკომპლექტებას? რა ხდება ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე? დღეს თავისუფალ სივრცეში სოფო ხორგუანი იაგო ხვიჩია, გადაცემის მეორე ნაწილში ირაკლი ბათიაშვილი. ხვდებით საღამოს 9-ზე. პარტია გახარიას წევრი სოფო ხორგუანი იყო სტუდიაში, მივესალმებით მას, მადლობა რომ მოგწანდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა რომ დამიძახეთ. სოფო, გადავიდეთ პირდაპირ მოდით საქმეზე. დიახ, რა თქმა უნდა. გთხოვენ თქვენი, ვთქვათ, პარტნიორი პარტიები, რომ დატოვოთ საქართველოს პარლამენტის მანდატები. თქვენი პასუხი პრინციპში ცნობილია, რომ თქვენს პარტიას აქვს სხვა სტრატეგია და ამ სტრატეგიულ გზას იყენებთ თქვენ ახლა. უფრო გასაგები რომ გავხადოთ, აი რა უშლის მაინც თქვენს პარტიას ხელს, რომ ეს მანდატები თუ არ აპირებთ პარლამენტში შესვლას, რაში გჭირდებათ? მთელი მარტივი პასუხი გვაქვს ამაზე. ის განცხადება, რომელიც გავავრცელეთ გაყალბებული არჩევნების შემდგომ და ვთქვით, რომ ჩვენ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმურობას არ მივცემდით, ეს მოცემულობა შენარჩუნდა და როგორც მაშინ გადავწყვეტეთ და ვთქვით, რომ არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს არანაირ განცხადებით არ მიმართავთ და მათზე არ ჩამოვკიდეთ, მათ არ მივცემთ ბერკეტს, გადაწყვეტონ ბედი ჩვენი, თუნდაც ფორმალური, თუნდაც ამ არალეგიტიმურ პარლამენტში. მთავარი გადაწყვეტილება, მთავარი мотиваცია იყო ეს, რომ არანაირ ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს არ მივცემდით. შეიძლება მაშინ საინტერესო იყო, მაშინ ძალიან ბევრი იყო საუბარი გახარია შევა და აი შესულა სულიყო ეგეთი მაშინაც ესეთი ისტერია. თუმცა მსგავსი რამ არ მომხდარა, რა თქმა უნდა, არც ერთი ჩვენი სიით გასული დეპუტატი პარლამენტში არ საქმიანობს, შესაბამისად არც ერთ კომიტეტში არ არის, შესაბამისად არანაირ ხელფასს არ იღებს, ესეც შესანიშნავად იციან მათ, იმიტომ რომ თავადაც არ იღებდნენ ხელფასებს. სახელმწიფო დაფინანსებას ხო, რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, პარტიას რომ ერიცხება სახელმწიფო დაფინანსება, ეს არის იმის შესაბამისი, რამდენი ხმა მიიღე და მიღებული ხმის თამხმებს თქვენ? არა, ჩემ მიღებულ ხმებს როგორ არ ვაღიარებ და მადლობას ვეუბნები ყველა ჩემს ამომრჩეველს, რომელმაც მიუხედავად წნეხისა, ზეწოლისა, დაშინებისა, წავიდა არჩევნებზე და ვაღიარებთ მაშინ რატო არ თქვენ ხმებს ვაღიარებთ, რატო არ შედიხართ მაშინ? არა, სხვა რამეს ვაპარაკობ. ნახე, ის რაც მე მივიღე, ეს არის მიღებული ხმები, რომლებიც მივიღეთ. მე მაქვს პრეტენზია იმას, რომ გაცილებით მეტი უნდა მიმეღო, რომ არ გაეყალბებინათ. ჩვენი პარტიის პროცენტული მაჩვენებელი საპარლამენტში უნდა ყოფილიყო ბევრი არჩევნები, ბევრად მეტი არჩევნები, რომ არ გაყალბებულიყო ხმები, რომ არ მოეპარათ ადამიანებს შიში რომ არ ქონოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არჩევნები არ არის ლეგიტიმური. შედეგები არ არის ლეგიტიმური. გასაგებია, მაგრამ მიუხედავად ამისა არ აღიარებთ შედეგებს, მაგრამ თანხას იღებთ. თანხას არ ვიღებთ. სახელმწიფო დაფინანსებას. პარტიის სახელმწიფო დაფინანსება ირიცხება პარტიის ოფიციალურ, რა თქმა უნდა, ანგარიშზე, რომელიც არის დაყადაღებული და ამიტომ თუ თქვენის გაინტერესებთ იმ პარტიის დაფინანსებიდან რამე მიგვაქვს, დაყადაღებული არის, უამრავი პრობლემა შეუქმნეს პარტიას 3 წლების განმავლობაში და შესაბამისად ვალები ქონდა თქვენ პარტიას? ხო, რა თქმა უნდა, ეს კოორდინატორების ძველი გადასახადებები არა, კოორდინატორები არაფერ შუაში არ არის.
ეს არაფერ როგორ გიკადრებათ ახლა ხოსაუბარი რომ დავალიანება ქონდა ხო არ გადავხადეთ ამას ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ და ისეთი ის უამრავი ხალხი ლაპარაკობდა იმას რომ რაღაცა ჩვენი პარტიის წევრი იყო მე თურმე აღმოაჩინა რომ არ ბოლოს მე მგონი დაახლოებით 1.5 წლის წინ იყო კიდე რაღაცა დემარშები და რაღაცა თავარი ამბავი აქ სხვა არის რომ ის ჩვენი გადაწყვეტილება ხა აქ მინდა ემათ უპასუხო ვინც აქ რაღაც ნიშნის მოგებით გველაპარაკება და რაღაც მორალზე მიგვითითებს ის რაც ჩვენ გადავწყვიტეთ პარტიამ ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო ეს არ იყო დამოკიდებული იმაზე ვინ რას იტყო და ვინ რას გვეტყო და ვინ როგორ შეაფასებდა ამას იცით რა როდესაც პოლიტიკა ამას უნდა შეეგონ ადამიანები პოლიტიკა ესეთი რამე პოლიტიკური პარტია პოლიტიკური აქტორი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თავის მომავალზე თავის რეპუტაციაზე თავის ქმედებებზე თვითონ თავად იღებს გადაწყვეტილებას როგორი ტაქტიკა უნდა ქონდეს როგორი სტრატეგია უნდა ქონდეს სია როგორ შეავსოს როგორი ფორმი როგორ უნდა იყოს იქ რაღაცა ორგანიზაციები შიდა ორგანიზაციები როგორ იყოს როგორ ვიმუშაო მე ჩემს ამორჩეველთან ამ გადაწყვეტილებას მე მივიღებ იმის მიუხედავად რას ფიქრობს ამაზე ოცნება ნაცმოძრაობა თუ სხვა დანარჩენი თავარი ამბავი ეს არის შეხვიდეთ თქვენ პარლამენტში აი ნახე არა როგორ გეკადრებათ ამ პარლამენტში ამ მოცემულობით არალეგიტიმურ პარლამენტში ჩვენ რა თქმა უნდა არ შევდივართ და მე სწორედ ამას ვამბობ რომ ჩვენს მიმართ პრეტენზიები რომ არის მეც შემიძლია პრეტენზიები მქონდეს ან ჩემთვისაც გაუგებარი იყო არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს რატომ იმართავ საერთოდ ხო მაგრამ ჩვენ ამაზე არ გვითხოვს ეს მათი არჩევანია ჩემი არჩევანი სწორედ მაგას ვამბობ რომ პოლიტიკურ პარტიას როცა გაქვს პრეტენზია იმაზე რომ შენ გინდა მართო ქვეყანაში წესრიგი მოიტანო რაღაცა თანასწორობა გააჩინო რაღაცა დაამშვიდო ეს ქვეყანა განავითარო შენ უნდა იმყო მყარი შენს გადაწყვეტილებას ჩვენი გადაწყვეტილება არის მყარი და არ არის ვერაფრით ვერ იქნება როგორი ხარ დამოკიდებული იმაზე სხვა პოლიტიკური პარტიები როგორ თქვენი როგორ უყურებთ ამას ეს შანტაჟი მიდის ახლა თქვენი პარტნიორი პარტიების მხრიდან შეიძლება ესეც ითქვას იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც ამასაც შეაფასოს თუმცა მის რა თქმა უნდა შეიძლება ასე შეფასდეს პირდაპირ იმიტომ რომ არა დანა უნდა ჩამცე ზურგს უკანო თუ რაღაც ესეთი მეტაფორები მოვისმინე იმუნიტეტისთვის და სხვა ამბებისთვის შეიძლება იცით რა ხაზარაძემ თქვა რა შეეხება ხო ნუ ეს მისი შეფასება არის ჩვენ ძალიან ღიად ვილაპარაკეთ ამაზე და პირდაპირ თქვით და პირდაპირ გავაკეთეთ და ზოგადად მგონია რომ თუ აცხადებ იმას რომ რეჟიმს ებრძვი მაშინ შენი მთავარი იარაღი უნდა იყოს სიმართლე გუწრფელობა არ ვიცი მე ძალიან მესმის აი ნახე რა ვახორისით თავდა შენ მესმის რომ რაღაც სტერეოტიპები არსებობს რომ პოლიტიკოსმა ასე უნდა ილაპარაკოს ან ასეთი ინტონაციით ან ასე მაგრამ მე სწორედ ამას ვფიქრობ რომ მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანობის შენარჩუნება გუწფელობის შენარჩუნება შენი ღირებულებების ერთგულება და თუ ახლა პოლიტიკური პარტიული სტრუქტურა თუ რა ვიცი კონიუნქტურა ჩაგრავს და გბოჭავს არ არის სწორი მაშინ რაღაცა მე ამ ხალხში ამ გუნდში ვარ იმიტომ რომ მომწონს ეს რომ რაღაცა ღირებულებას მივყვებით რომ სახელმწიფო ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამ თემაზე მინდა სულ არ ხომ რაღაც ისტერიული საუბრები რაღაცებზე და სულ ფიქრობ იმაზე აი კი დღეს გვაქვს მოცემულობა რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა პოლიტიკური კრიზისი შექმნა ქვეყანაში და რაღაცა ჩიხში შეიყვანა ქვეყანა და რეალურად მართლა გვაქვს ესეთი მეგობრებთან პრობლემები გვაქვს მეგობრები გადაიკიდა რეალურად ეკონომიკას სერიოზული პრობლემები გვაქვს უსაფრთხოება პრაქტიკულად დაუცველია ჩვენი და სულ აი რატო ვართ ჩიხში აი ამ თემაზე შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ და მინდა ამაზე ვილაპარაკოთ აი თუ მომცემ უფლებას რომ ნახეთ აი მე მინდა რომ თემას ავწევთ რაღაც კითხვები მაქვს კი ნახე ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა ახლა ზოგადად გამსახურდიას ხელისუფლებაზე ვერ ვილაპარაკებ ჩემ პატარა ვიყავი და თან ძალიან ცოტა ხანი იყო ეს ხელისუფლება რამდენი 6 თვე თუ 7 ხო თუმცა ძალიან ძირფესვეულად შეცვალა ჩვენი ცხოვრება მნიშვნელობას კი არ გულისხმობ ნახე აი ხანგრძლივობას აი მოდი რა ვთქვა შევარდნაძის ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლება და ეხლა ეს ოცნების ხელისუფლება რო გვაქვს სამივე ხელისუფლება თავისი მმართველობის ბოლოს შევიდა ჩიხში შევარდნაძის ხელისუფლებაც ასევე სააკაშვილის ხელისუფლებაც და ამათაც ესეთ დაემართა და მე მაქვს აი რა ხდება როცა ჩიხში შედიხარ და ხო რა უნდა გააკეთო აი როცა მანქანით მიდიხარ და შეხვედი ჩიხში ან რა ვიცი სეირნობ და რაღაც მოხვდი ქუჩით რაღაცა ჩიხში რას აკეთებ ბრუნდები უკან და
ეძებს სწორ გასასვლელს, ანუ ეძებს გზას, რომელიც ჩიხში არ მიდის. და ეს გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ იმაზე, რომ უნდა ავაშენოთ ნამდვილად ეროვნული ქართული სახელმწიფო და ის რაც აქამდე უყურებდეს იყო კვაზი დემოკრატიული სახელმწიფოები, ამ სახელმწიფოებში ჩვენ საბუკურა მამარდაშვილის სიტყვებია, რომ ეს რუსული და არა მხოლოდ საბუკური და საბჭოთა არამედ რუსული მართლობა, როცა ადამიანი ხალხი ვარსებობთ იმისთვის, რომ რა ვიცი გახსოვს, ნამესტნიკ ბოგა მეფეს უნდა ვემსახურო, თუ რაღაცა პარტიას უნდა ვემსახურო, ეს უნდა შეიცვალოს. ადამიანი უნდა გახდეს ცენტრალური ფიგურა. ამაზე არის სამუშაო. ხალხი, ვინც ჩვენი მოსამსახურე უნდა იყოს, ამას იაზრებდეს და სისტემები ასე გვაქვს გასაკეთებელი. ანუ ყველაფერი არის უკანონო, არალეგიტიმური, გარდა თქვენი ანგარიშისა, რომელიც ირიცხება სახელმწიფო ხაზიდიდან. ანუ ანგარ თანხას აღიარებთ, დანარჩენს არაფერს არ აღიარებთ, რაც თქვენ კანონით გეკუთვნით, როგორც გადალახულ პარტიას. ყველაფერი უკანონო, მე ასე ვლაპარაკობ. პარლამენტით უკანონოა, ყველაფერი ხო უკანონოა, ისინი იღებენ კანონებს. ხო, არა. ინსტიტუტები. არა, ნახე როგორ ასლაპარაკობ. ახლა ნახე, ჩვენ მე მაქვს უამრავი პრეტენზია სასამართლოსთან. უამრავი პრეტენზია მაქვს სასამართლოსთან, მაგრამ აგეტყვი უახლოეს დღეებში ვაპირებ სარჩელით მივმართოს სასამართლოს. რამდენიმე დღის წინ სრულიად მშვიდობიან აქციაზე ვიდექი პარლამენტთან, მითხრა პოლიციამ გადადი ტროტუარზე, დავემორჩილე მათ კანონიერ მოთხოვნას გადავედი ტროტუარზე, ვიდექი ტროტუარზე და მეცნენ და წამაქციეს და აი იცი რა მაგას ვიძახი რომ ზია რომელიც იმშილობს ხელ მე ვიძახოდი რომ თუ გაბრაზი მეც გავარტყა ვიღაცას ხელს მეთქი მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო ეს რომ აი გაოგნებული და პოლიციელს გულისხმობთ? პოლიციელმა ის არ იყო პოლიციელი იმიტომ რომ პოლიციელი გეუბნება რომ ხო მოლოდინი ხო გაქ რომ კანონიერ მოთხოვნა იქნება კი ავედი მდგევარ ამ ტროტუარზე ვიღაცა გლიჯა უკან და წამაქციეს პოლიციელმა გლიჯა და წამაქცია პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა არ ვიცი ვინ იყო იმიტომ რომ არც არანაირი ნიშნები არ აქვს გლიჯა და წამაქცია აი ხა მიუხედავად იმისა რომ არანაირად არ ვენდობი ამ სასამართლოს ანუ არა მაქვს ნდობა და პრეტენზიები მაქვს სასამართლოსადმი მე ვაპირებ გამოვიყენო ეს მოცემულობა და მივმართო სასამართლოს ჩემი ეს უფლება გამოვიყენო როგორც პრეცედენტი, იმიტომ რომ იმედი მაქვს რომ ერთ დღეს აუცილებლად მექნება ქვეყანაში სასამართლო, სადაც მე სამართალს მივახდე. ფინანსთა სამინისტრო, ხო, საქართველოს პარლამენტის მინისტრი, ხო, პარლამენტმა დააფიქსა მინისტრთა კაბინეტი და იქიდან წამოსულ თანხას ანუ იღებთ და ეს კანონიერად მიგაჩნიათ. ეხლა ვეგეტყვით, მე იქიდან წამოსულ თანხას რომ ვიღებ, ან ნახე, ბიუჯეტს მეც ვავსებ, როდესაც ყიდულობ არ ვიცი პურს, არ ვიცი ხაჭოს, არ ვიცი გადასახადებს რო ვიხდი, მეც ვავსებ ბიუჯეტს. ბიუჯეტი არის ჩვენი ყველა საერთო ფული და ჩვენი ყველა საერთო საკუთრება და საერთო სიკეთე. პრეტენზია სწორედ ამაზე მაქვს მე რომ ჩვენი სისტემები არა ისე მოწყობილი, რომ საერთო სიკეთეები თანაბრად ვისარგებლოთ და ვიღაცები პრივილეგირებული ტიპები მყავს. აი ეგერ აუდიტის სამსახურის ანგარიშებში ჩაიხედე, აუდიტის სამსახური ხო არის ოცნების მიერ არჩეული, იმათაც კი უწერიათ ესეთი რაღაცები, აი გაოგნებული ურჩევნები. გასაგებია, მოდი სოფორ ვარავხდეთ, აი მაგალითად სალომე ზურაბიშვილი არის თქვენთვის მთავარსარდალი დღეს ასე მოიხსენებენ აი სხვა ოპოზიციური პარტიები რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი არის მაინც სალომე ზურაბიშვილი მის მიუხედავად რომ 7 წლიანი ვადა ამოწურა ხო არის სალომე ზურაბიშვილი ახლა თქვენთვის სოფოსთვის ქვეყნის მთავარსარდალი არა, არა, როგორ გიყადება? ქვეყნის მთავარსარდალი ნამდვილად არ არის, მაგრამ აი ეს როგორ გითხრათ, ტრადიცია რომ არის ესეთი, რომ ერთხელ პრეზიდენტი მუდმივად პრეზიდენტის სახელით რჩება და პრეზიდენტი გამსახურდია პრეზიდენტი შევარდნაძე, პრეზიდენტი სააკაშვილი, ასე რომ მოვიხსენიებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ლეგიტიმურად? ეს არა, რას ლაპარაკობთ ხომ დამთავრდა? ანუ ნახეთ, მთავარი ამბავი არის ის, რომ თუ ასე წავედით პირდაპირ, რასაც თქვენ მითხართ, მთავარსარდალი რეალურად თვითონ თქვენ თქვენ რომ როგორც ქვეყნის მთავარსარდალიო. არ ვიცი როდის. ბრიფინგზე არის რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე თქვა. ხო, ნუ ეს მას რა თქმა უნდა მას აქვს უფლება ასე ილაპარაკოს და მე ვერავის ვერ შეუზღუდავ უფლებას თვითონ გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკური პოზიცია როგორ წარმოაჩინოს. მე სწორედ ამაზე მაქვს პრეტენზია რომ ვიღაცამ უნდა გადამიწყვიტოს მე როგორი პოლიტიკური პოზიცია მექნება. ეს არ მომწონს და სხვას რატო ვეტყვი ნაციონალურ მოძრაობას. მე მაგალითად არ მომწონს რომ ნაციონალურ მოძრაობის ხო ვერასოდეს ვერ ვეღირსე ან ბოდიშს ან რამე აღიარებას მათ მიერ
მიერ ჩადენილი, იმიტომ რომ ახლა სისტემები, რომლებიც არ მოგწონს, ის ხარაზიშვილი დამრბევი იყო სააკაშვილის ხელისუფლების შექმნილი და ჩაიბარა და ჩაიხუტა ოცნებამ, მურუსიძე, ჩინჩალაძე და უამრავი მან სასამართლოში მიცარიან ჩაიხუტა ოცნებამ. ბატონი გახარია როცა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინ არ იყო ბატონი ხარაზიშვილი ნამდვილად იცით შსს სტრუქტურებში არ იყო? ნამდვილად და არა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამდვილად არ მუშაობდა, ეს არის დადასტურებული ფაქტი და ამას ოცნებაც კი ვერ გვაბრალებს. არ არის ნამდვილად. გასაგებით. აი რა მინდა იცით გითხოთ, როდესაც აი საუბრობთ არჩევნების გაყალბებაზე, რომ გაყალბდა არჩევნები. 2020-ში ხო ოპოზიცია ამას ამბობდა, როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და ის ხელმძღვანელობდა საარჩევნო შტაბსაც ქართული ოცნების პარტიაში. არა, საარჩევნო შტაბს არ გულისხმობდა, ის იყო პრემიერ-მინისტრი და მართავდა ქვეყანას და ქვეყანა იყო კოვიდის. დავანებოთ ყველაფერს თავი, იყო ქვეყნის პირველი პირი. საქართველოს კონსტიტუციით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ანუ იმ დროს, როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობდა, რომ ხდებოდა იგივე მოსყიდვების, რომ საჯარო სამსახურებიდან ხალხის იძულებით მიყვანა დაშინება, მაშინ არ ხდებოდა, როდესაც პრემიერი იყო გახარია და სად იყო მაშინ პრემიერი მაშინ? აი, ნახეთ, სწორედ აქ ვლაპარაკობ. აი, ეგ არის ძალიან კარგი კითხვა დამისვით, იმიტომ რომ შეფასებებდა მივდივართ. ანუ ჩვენ მე როგორც ერთი მოქალაქე გეტყვით ჩემი ღრმა რწმენით რომ ამ ქვეყანაში რასაც მე ვუყურებ აი ახლა არჩევნებს არ მახსენდება ერთი არჩევნები რომელიც შეიძლებოდა ჩატარებულიყო დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით. ამიტომ ვარ ჩვენ განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა თუ ჰიბრიდ ვიყავით აქამდე ასე გვერქვა ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანა, ამიტომ ვიყავით რომ ჩვენი არც ერთი არჩევნები არ იყოს სრულყოფილი. მაგრამ მნიშვნელოვანი არის შეფასებები. ნახეთ, როდესაც შეფასებას აკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობა თუ გახსოვთ 2020-ის შემდეგ კელი დეგნანით დაწყებული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ოპოზიციას მოუწოდებდა შედით პარლამენტში და მაშინ 2020-ის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას არ ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა და იმიტომ რომ იყო ნათქვამი რომ დიახ ეს იყო ხარვეზები, უამრავი ხარვეზი იყო, მაგრამ ლეგიტიმაციის მაშინ ასე თქვა ეუთომ. კი, რა თქმა უნდა, მახსოვს როგორც თქვა, ხარვზე გაიარეთ. დღეს დღევანდელი მოცემულობით სხვა ვითარება გვაქვს. დღევანდელი ხალხს არ ამბობს რომ არალეგიტიმურიაო. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არისო, ახლა ეს მოვისმინეთ, ხო? არა, ხო და მაგას ვაპარაკობ, მაგრამ იქ კარგად და გარკვევით და კაი რა ვიცი, შავი თეთრზე წერია, რომ ამ ის რაც ჩატარდა, არანაირად შეიძლება რატომ არ მიიღო პრემიერმა მაშინ რეაგირება, რატომ არ მოახდინა თუ ხალხის დაშინება მიდიოდა საჯარო სამსახურებში, რატომ არ გამოვიდა ხელი, რატომ არ დაუბრახუნა ამა თუ იმ სამინისტროს წარმომადგენლებს, მინისტრებს, რომ არ შეიძლება აი თქვენ სამინისტროში ხალხს აშინებენ. ამაზე რატომ არ ვისმენთ პრემიერის განცხადებას? მე როგორც მახსოვს, მაშინ და მე არ ყოფილვარ ქართული ოცნების წევრი არასოდეს და შესაბამისად ვერაფერს ვერ ვიტყვი ქართული ოცნების შტაბში რა ხდებოდა საერთოდ პარტიის შენობაში ნამყოფი არა ვარ. კი, რა თქმა უნდა, ღია რა ინფორმაციები ჰქონდა, მაშინ ძალიან კარგად მახსოვს, იყო ასეთი უწყებათა შორისი, მე გარედან დამკვირვებელი უწყებათა შორისი კომისია, სადაც ყველა კონკრეტულ ფაქტზე ხდებოდა რეაგირება და როგორც ვიცი, ძალიან მაშინ რაც საჯაროდ გამოდიოდა. უწყებათა შორისი კომისია არავინ არ ესწრებოდა ოპოზიციიდან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ფორმალური იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ხედავდით შედეგებს. რაღაცა იცვლებოდა და გაცხადებული პოზიციაც ასეთი იყო, მაშინ ქართული ოცნება არ უარყოფდა პრობლემებს, რომელიც არსებობდა. არ უარყოფდა. მაშინებთო ხალხსო ამბობდა, ამას გახარია, ჩვენი გუნდი აშინებსო, რომ სამინისტროში საჯარო გადაცდომები რო იყო, ამაზე იყო საუბარი, არ უარყოფდნენ. დღეს უბრალოდ პრობლემა ის არის, სწორედ ამას ვაპარაკობ, ქართული ოცნება, აი დღეს არც არაფერს არის, ანუ მათი გაგებით არის ყველაზე ფუმფულა, უნგულა, ის ვინც უარყო, აქ რაღაცა შვიდობა მოიტანა, განვითარება მოიტანა და ის რომ ხალხმა გუშინ წინ თუ ერთი თვის წინ ხაჭო რო ვიყიდე 6 ლარად, დღეს 8 ლარი რო ღირს, ეს მათი ბრალია. ყოველ მეორე დღეს რაღაცა ინფორმაცია ხან ვიღაცა წემეს. ანუ სასამართლო გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, თავისუფალი იყო და დღეს არ არის? ამაზე არა, როგორ ასლაპარაკობთ, ნახეთ. თუ ერეოდა, სად იყო პრემიერი მაშინ ესეთ ჩარევა თუ ხდებოდა? ერთი წუთით. სასამართლოს რაც შეეხება, სასამართლოსთან დაკავშირებით პრობლემა სწორედ ის არის, რომ ხელისუფლების, რა ვიცი, სხვა შტოების ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ უნდა ხდებოდეს. კლანი მაშინ თუ იყო სოფო და სად იყო პრემიერ-მინისტრი თუ ქვეყანაში შენს სასამართლოში ქვეყნის პირველი პირი არ უნდა გამოვიდეს და არ უნდა თქვას რომ აი სასამართლოში კლანია და ამ დროს პრემიერ-მინისტრი რას აკეთებდა მაშინ? პრემიერ-მინისტრმა სასამართლოში კლანია, არ უნდა ეს არ არის ზომები ხო უნდა მიიღოს რაღაც. პრემიერ-მინისტრი, ნახე, სწორედ მაგა აღრეულია ყველაფერი. პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი,
მართლმსაჯულების სისტემა საერთოდ სხვადასხვა შტოებია. პრემიერ-მინისტრი ჩვენ აი სწორედ აქ ვართ პრობლემა აქ არის ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ de jure რეალურად ესეა. ამიტომ პრემიერმა როგორ უნდა იმოქმედოს, რა ჩარჩოში უნდა იმოქმედოს, სასამართლომ რა ჩარჩოში უნდა იმოქმედოს. თუ ნელიერ შემთხვევაში იმოქმედა პრემიერმა არ უნდა დავიჭიროთო, სასამართლოზე არ შეიძლება. და მაშინ იყო მისი პრეროგატივა. ეხლა ვეკეთოთ, ნახეთ, დავამთავრებ ფასს. ეს არის პარლამენტი გასხოს დროს პოლიტიკას და შესაბამისად ისე უნდა მოახერხოს მართლმსაჯულების სისტემის გამართვა, რომ ეს არ იყოს პრემიერის პირდაპირ ჩართვის ამბავი. თუ იმაზე მეუბნებით, რომ კონკრეტულად თათბირი იყო, რომ რა გადაწყვეტილებას, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ შენ ზიხარ და არ იცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და ელოდები ეს ისეთი არ იყო შვიდი სიტუაცია და მთავრობა უნდა მსჯელობდეს ამას, პრევენციაზე უნდა ფიქრობდეს, რომ აი თუ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლომ, რომ რა ვიცი, არაპატიმრებს, როგორ ვითარდება, ამაზე უნდა მსჯელობდეს. ჩვენ სწორედ მაგაზე გვაქვს პრობლემა, რომ საერთოდ მართვა არ ეთქობა ჩამოშლია. ქვეყანა თუ იმართება კლანისგან სასამართლო, პრემიერ-მინისტრი ამაზე რეაგირებას არ უნდა ახდენდეს. არა, ნახეთ, კლანისგან სასამართლო რო გათავისუფლდეს, მართლმსაჯულების სისტემა რომ გაიმართოს, ამაზე უნდა მუშაობდეს პარლამენტი, იმიტომ რომ როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა, როგორი უნდა იყოს, რა ვიცი, მოწყობილი სისტემა, პოლიტიკა, სხვადასხვა მიმართულებებით, როგორი უნდა იყოს, ამას უნდა წყვეტდეს პარლამენტი. ეს არის აი რაღაცა ძალიან ისეთი გუნდში იყო პოლიტიკურ საბჭოში იყო და აქ გვინახავს მისი ხმამაღალი განცხადება და ამას გეკითხებით მე. სასამართლოსთან დაკავშირებით? თუნდაც აი ცხები რო საუბრობდნენ. გახარია გამოდიოდა და საუბრობდა? ნახეთ, არა, გახარია სასამართლოზე არ უნდა ელაპარაკა, ისევე როგორც არ არის სწორი რომ პრემიერ-მინისტრმა იმან უნდა ელაპარაკოს სასამართლოზე. სასამართლოში როგორ კონკრეტულად რა ტიპის რეფორმები უნდა ჩატარდეს და როგორ უნდა ჩატარდეს, ამაზე უნდა იმშილოს პარლამენტმა. პარლამენტმა უნდა გადაწყვეტოს, პარლამენტში უნდა ხდებოდეს პოლიტიკური დისკუსიის შედეგად უნდა ხდებოდეს იმის გადაწყვეტილება, როგორი მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს, სად რა უნდა იყოს რაღაც. როგორ შინაგან საქმეთა, მე მახსოვს ზუსტად. მართლმსაჯულების სისტემის ნაწილია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე მახსოვს, როცა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჰქონდა და ინიციატივები იყო და საპარლამენტო კანონპროექტებიც ჰქონდა თავის ნაწილში, ესე როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც მართლმსაჯულების სისტემის რაღაცა ერთი ნაწილი როგორ უნდა მოქმედებდეს და როგორ უნდა გაუმჯობესდეს. ეს მახსოვს. რაც შეეხება იაგოს დროზე წავედით უკვე და ბოდიში, რა თქმა უნდა, თავარი სწორედ აქ არის, რომ დღეს აბსოლუტურად გასული ვართ კონსტიტუციური ჩარჩოდან. საერთოდ არ არის ლაპარაკი იმაზე, მართლმსაჯულების სისტემა როგორ უნდა შეიცვალოს, რეფორმა როგორ უნდა გატარდეს, კონსტიტუციურ ჩარჩოში როგორ უნდა დაუბრუნდეთ, როგორ უნდა მოხდეს ის, რომ ადამიანი გახდეს ცენტრალური ფიგურა. ამაზე არ მსჯელობთ. და ერთადერთი რასაც ვისმენ ოცნებისგან, რომ ის არის ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე კეთილი, ყველაზე კეთილშობილი და მხოლოდ მათ იციან რა გვჭირდება ჩვენ და როგორ უნდა დაგვიცვალოთ მარსიანელებისგან და კიდევ ვიღაცისგან. მადლობა სოფო ხორგუანს და იაგო ხუჩია შემოგვიერთდა და სამშვიდობისა. მადლობა იაგო. მოდი დავიწყოთ თქვენთანაც საუბარს. კი, მიბრძანდით. დავიწყებთ იაგოსთან საუბარს. იაგო, არ ერიდებით, განსაკუთრებით აღრო უყურებ სოციალურ ქსელს ამ ბოლო დროს ასეთი აქტიურად არ აკრიტიკებდით ოპოზიციას. ამ ბოლო დროს ძალიან მკაცრი გახდით მათი მისამართით, აი ამ აქციებთან დაკავშირებითაც თქვენი კრიტიკა გვესმის, რატომ რა ხდება? ადროს კრიტიკა იყო აქამდე. ხო, ახლა ანუ არ მოგწონთ ეს მსვლელობები, აღმაშენების ხეივანი რო გადაიკეტა, იმაზეც ჰქონდათ თქვენი აზრი. ჩვენ ალბათ გახსოვს, რომ სანამ არჩევნები იქნებოდა, ჩვენ ვამბობდით, ერთი და იგივე მესიჯი ჰქონდა ხალხს, ყველაფერი მალე ავიწყდება, მილიონი სხვა პრობლემა აქვს, შეიძლება თქვა კი არა, მაგრამ სულ ვამბობდით ერთი და იგივეს, ეს ვახოს ჰქონდა განსაკუთრებით, სადაც იყო ხსოვას ამბობდა. რომ არჩევნების მერე იქნება აი რევოლუციის იმიტაცია, რომ ხალხის ესში დაგროვილი ბოღმა, გაბრაზება, რაღაცა, აი ქუჩაში მიმოაბნიონ, ატარონ ხალხი უმისამართოთ და ბოლოს რო დაიშლება ეს ყველაფერი, ისევ ხალხს დააბრალონ. და უბრალოდ ხედავთ აი განსხეულებულს როგორ ხდება ეს. რომ სხვადასხვა ადამიანების ხარ სადაც ზოგი უბრალოდ მოსყიდულია ხოცების მიერ და ზოგი უბრალოდ ვერ ხვდება, ანუ ჩვეულებრივ ისე მონაწილეობს ამ პროცესში. მე ვიზახი აი ვინც ამ თემას გეგმავს, ვინც ტელევიზიაში ამას ხარს უჭერს, ვინცაც პოლიტიკური ხარდაჭერა აქვს მედიაში, მე დებატების ვითომ დებატები ერთმანეთთან რაღაცა საუბრის, ერთმანეთთან საუბრის დებატი მაგას არ ქვია. სახით და ასე შემდეგ და ამიტომ ამ პროცესს ვხედავთ, სადაც უბრალოდ ვიღაც ადამიანები ციხეში ხვდებიან, ვიღაც ადამიანები დაჯარიმდნენ, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრს არაფერი არ აქვს სათქმელი, იმიტომ რომ თავიდან არც არაფერი არ ქონდა სათქმელი, მიზანიც ეს იყო, რომ ეს ხალხის გაბრაზება რაღაცნაირად ისე გაბნეულიყო ქუჩაში, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნოდა ხოცებს. აი რუსთაველი გადაიკეტა.
თქვათ საღამოთ ხედავთ პოსტერს, ისევ გადაიკეტა რუსთაველი. აი წავედით აღმაშენებლის ხეივანი უნდა გადავკეტოთ. ეს აი როგორც პოლიტიკოს მაინტერესებს, მართლა რას აძლევს ქართულ ოპოზიციას რუსთაველი გადაიკეტება თუ არ გადაიკეტება? სიგიჟეა უბრალოდ. ანუ მარტო რუსთაველის გადაკეტვაზე არ არის. იდეაში ის რომ არ ხდება არანაირი გაგრძელების და გამოსავლის პოვნა გარდა გადაკეტვის. აი დიღმის გადაკეტვა იყო ამის ყველაზე ცდელობა უბრალოდ. რომ მთელი ხალხი რაღაც ამდენი მედია საშუალო ამდენი რესურსი ხარჯება იმაში, რომ რაღაცა ძიძგილაობა გაიმართოს, ხალხი დაიჭირონ, გალახონ და ბოლოს რო არ გამოგივა, ან შენ არ გარისკავან რაღაცა, აი ან სპეციალურად გააკეთე იმისთვის, რომ ეს ფეილით დასრულდეს, მერე ამ ხალხს უთხრა, რომ წამოახლა ფეხით წავედით რუსთაველზე. შენ კი არ მოდიხარ ფეხით, უბრალოდ ხალხს ატარებ ფეხით და გამარჯვება დაცხადებ, ისე რუსთაველზე რომ მოხვედი და შეიკრიბე. ანუ მე ეს მგონია უბრალოდ დაცინო ამ ხალხის რაღაცნაირად და მუხტის დაგდებაც არის ეს? არა, მე მუხტის დაგდებაც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ თუ ახალ თუ განვითარებას არ აწვდი, შენ თუ არ აწვდი დისკუსიები შედება. რატომ ვერ გაანვითარეს? იყო ხო ხალხის გამოსული პირველ დღეებში? მე ვხედავთ, რომ პარტიული აქტივისტები არიან და არ არის ის რაც ხდება, ხო, რაც იყო თავის დროზე. არ ვიცი, მე ჩვენ ხო სულ გქონდა დებატი იმასთან დაკავშირებით, ესენი სულელები არიან თუ მოსყიდულები, მაგრამ მას შემდეგ რაც თქვენ დაინახეთ, რომ მაგალითად ერთ-ერთი პარტიის ლიდერთან ჩვენი დებატის დროს გაირკვა, რომ პარტიული დაფინანსებაზე. დებატი იყო ის? ნუ რაც იყო, ყოველთვის ცდილობა ხო იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე. და იქ გაირკვა, რომ არსებობს მილიონობით ფინანსური ნაკადები, რომელიც უბრალოდ არ იცი საიდან მოვიდა. და ჩვენ ვიცით რა რეალობაში ცხოვრობთ, ვიცით კოცების დიდებული მართლობის სტილი, სადაც მილიონების შოვნა მარტივი ამბავი არ არის. და ამას როცა ასეთი კაფეო ახსნითი პასუხი არ მოყვება, ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ხალხმა რაღაცაში ფული აიღო და რაღაცაში აიღო ფული ამის მოწყობაში, რაც ახლა მოწყობილია. რომ აი არავის რეპუტაცია არ გააჩნდეს, პარლამენტი არ არსებობდეს, ხალხი ქუჩაში დაღლილი იყოს, ვიღაცები დაჭერილი და იმედი და სხივი არსად არ ჩანდეს, იმიტომ რომ მართლა რა გახდა, კაცო, გახსენე საკუთარი ტელევიზიები და მართლა მოდი დებატები მოაწყო. არასამთავრობოების როლი აი ამ ამბებში, ჩვენ გვესმის მათი მწვავე განცხადებები, ხელისუფლების კრიტიკა, საპროტესტო აქციებზე, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები რას უნდა აკეთებდნენ და რას აკეთებენ თქვენი აზრით დღეს? არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნია იქ ბევრი ადამიანია, ზოგი ადამიანი გულწრფელად იბრძვის რუსების წინააღმდეგ, ზოგი ადამიანი. ანუ ძლიერ არასამთავრობოებს ზოგი ადამიანს პოლიტიკური მოტივები გააჩნია და კონკრეტულად პოლიტიკაში გადანაცვლება უნდა. ზოგი საერთოდ ხოცებთან არის შეთანხმებული და შეკრული. ზოგი უბრალოდ საერთოდ ვერ ხდება სამყაროში რა ხდება და ის რომ მათი უფროსები ამერიკაში შეიცვალნენ და ფაქტობრივად დგება დღის წესრიგში მთლიანად მათი რამდენიმე წლიანი საქმიანობის ანალიზი და რაღაცნაირად კრიტიკა იწყება იმისი, რომ ესენი სულ ხო არ ყავდა ჩვენ დაქირავებული და საერთოდ სხვანაირ ხალხზე ხო არ უნდა დაგვედობს, რომ ეს დისკუსია იწყება ამ პერიოდში, ჯერ არ აღიარებს იმას, რომ რაღაც სამყაროში შეიცვალა და ზოგადად ასეთი ტიპის არაადეკვატურობით ებრძვის კოცებს და საბოლოო ჯამში რაც მე არ მომწონს ამ პოლიტიკურ ველში, ამ მდგომარეობის ოპოზიციის ფლანგზე, კოცებს არის ყველაფერი გასაგებია. ისინი ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას, ჩაბეტონებას, იმას, რომ არავის არაფერს არ ეკითხებოდნენ, თვითონ იყვნენ მართველები და ხალხს ბეგრავდნენ. ანუ ჩვეულებრივად გახსნილი აქვს დიდი შეფასება საქართველოს, სადაც ხალხს პარსავენ. ეს არის ამბავი, მოწყობილი. ოპოზიციამ რომელსაც ამაში ხელი უნდა შეუშალოს, სპეციალურად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კოცებს საფრთხე არ ემუქრებოდეთ. ანუ ამ პროცესის გაუაზრებლობის შედეგია ისედაც ახლა ვართ, ამ პროცესის გაუაზრებლობის შედეგია არჩევნებზე რაც მოხდა და შესაბამისად საზოგადოება ამას არ გაიაზრებს, რომ ფიზიკურად აი სანამ არ დავინახავთ, კრიტიკულად არ დავსვათ შეკითხვას. ერთის მხრივ რა ვიცი, ვიღაც არის შეურიგებელი ოპოზიციონერი და მეორეს მხრივ ფულს შეულობს. და უბრალოდ რომ დააკვირდეთ ამ სიტუაციას, აი ხაზარაძიდან დაწყებული ყველა ფულს შეულობს. როგორ შეულობს ხაზარაძე ფულს? როგორ TBC-ის მოგება ნახეთ რამდენია? მილიარდ 300 მილიონია თუ არ ვცდები, არ მინდა შემეშალოს. დაახლოებით წლიური. ის ისედაც პოლიტიკაში სანამ შემოვიდოდა ხო? არა, მაინც ერთი წამით, კაცო. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ 20% თუ არ ვცდები მაგას და ბატონ ბადრის თითქმის 20%-მდე წილი აქვს. არ მინდა აქაც შემეშალოს, მაგრამ პრინციპების დონეზე მართალს ვამბობ. წარმოიდგინეთ, რამდენს ხარჯავდე პოლიტიკაში, რომ აქედან შემოსული თანხით უფრო მეც არ შეულობდე. ახლა გასაგებია ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ მათი ზოგადად ლელოს გამოსვლებიდან, მათი პოლიტიკური მოღვაწეებიდან გამომდინარე, ესენი სულელები ხო არ არიან ამას აკეთებენ, მაგრამ მეორეს რო ხედავ, რომ ასეთი ტიპის რაღაცა ხდება, ხვდები, რომ სულელი შენ ხარ სინამდვილეში, თორე ესენი ფულს შეულობენ. ზუსტად ასევე რო შეხედოთ, ჩემმა კოლეგებმა ბატონმა გვარამიამ რამდენი ფული დახარჯა კეზერაშვილს ფული არა აქვს თუ რაშია საქმე. ანუ რამე პრობლემა კონცენტრები რომ მუშაობდა საქართველოს პრობლემა შეექმნა თუ რა შეექმნა. ანუ სინამდვილეში თუ გინდა რომ ამოიცნო რომ რაღაცა კარგად არ არის, შეხედე
ვინ ფინანსდება, როგორ ფინანსდება, რაიმად ფინანსდება? აი სიების გაუქმება, ხო? შეუწყვეტეს აი ამ სამ პარტიას, დარჩა გახარია, თქვენ უსმენთ სოფოს გახარიას წარმომადგენელს, მან თქვა რომ რატო უნდა მიგვემართაო და რატო არ უნდა მივიღოთ ის ფულიო, რომელიც ისედაც ჩვენ გვეკუთვნისო. ახლა ისინი სთხოვენ გახარიას, რომ შენს შეიწყვეტე უფლებამოსილებაო. აი ამ პროცესს როგორ უყურებთ? მათ არ ეგონათ რომ შეუწყვეტდებოდათ ეს უფლებამოსილება ქართული ოცნების მხრიდან თუ რა სურათი დარჩება ბოლოს? არ ვიცი, მე საერთოდ გონია რომ აი სიგიჟე 4 წელი ვერ გაგრძელდება და რაღაცნაირად ალბათ ახალი არჩევნები იქნება, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან დამამცირებელია ჩემი აზრით ქართული კაცისთვის ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მათ შორის არის პოლიტიკური, როგორ გიხარ, ჭაობი რაც შევქმნით, რომ ჩვეულებრივად ის რაც მიღწევები მქონდა, რომ აი თუნდაც რაღაცა მინიმალური, რომ რაღაცა ისეთი ინსტიტუციური თვალსაზრისით პარლამენტის დონეზეც კი გაუქმდა ეს. ამიტომ მე ეს მგონია რომ საბოლოო ჯამში აქეთკენ წავა ეს ამბავი, უბრალოდ როგორ წავა, რა წავა, არ ვიცი, მაგრამ ну დღეს მე მგონი ყველასთვის ცხადი არის რომ არსებული რეალობა მათ შორის შეიქმნა იმის გამო რომ ქართულმა ხალხმაც გააკეთა ეს არჩევანი. ანუ ქართულმა ხალხმაც არ მიცა ხმა პარლამენტის და პოლიტიკური პროცესის არსებობას ქვეყანაში. იპოთეტური შეიძლება იყოს ჩემი ეს შეკითხვა, მაგრამ მაინც უნდა გითხოთ, აი თქვენ რომ გადაგელახათ ეს 5%-იანი ბარიერი. თქვენს ქუჩაში იდგებოდით? აი მინდა რომ გულწრფელი პასუხი მივიღოთ თქვენგან თუ შეხვიდოდით პარლამენტში? იცით როგორ არის რომ ზოგადად ზართული ამის წარმოქმნა ეს რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა. ჩვენ მაგალითად იმისთვის რომ აი ეს კითხვა რაც თქვენ გაგიჩნდათ და რაღაცნაირად მეტნაკლებად მიახლოებული პასუხი გქონოდა ამასთან დაკავშირებით, აი ფაქტობრივად ეს თემა რომ აიწია პარლამენტში შევდივართ არ შევდივართ ამბავი რომ აიწია, იმ დღეს გავაკეთეთ ლაივი ამასთან დაკავშირებით. აი მოდით ვთქვათ რომ არ ვარ პარლამენტში ვართ, ანუ საწყისი პოზიცია იყო რომ მე ვიყავი პოზიციაში რომ არ შეიძლება პარლამენტში შესვლა, ჩემი კოლეგები სანდრო და ვახო იყვნენ განსხვავებულ პოზიციაზე და ამაზე დებატი გავაკეთეთ და ჩვენს ამორჩევას გავაკეთებინეთ, გადაწყვეტილება მივაღებინეთ. და იმ გადაწყვეტილების შედეგად მაშინ ჩემი მხარე დაიჭირა 60%, 60-40 იყო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ამაზე განვიხილებთ. ნახეთ შეგიძლიათ ნახოთ არგუმენტები, ანუ სადაც გულწრფელად ვილაპარაკეთ, მაინც არ ვართ პარლამენტში და მოდი მართლა ვილაპარაკოთ, აი ახლა რა სანამ ეს ხდება. და ასე განვიხილეთ ეს თემა. გამოდის რომ აი იმ რაღაცა განხილვის შედეგად ჩვენ ვერ ვიქნებოდით პარლამენტის წევრები, იმიტომ ჩვენ თუნდაც მე გამოვიდა კობახიძე თქვა რომ ეს რაღაცა მე რაღაცა ქნა, მაგრამ მე მაგალითად არ ვარ დარწმუნებული, აი ამ წუთას მოცემულობით არ ვარ დარწმუნებული, მათ შორის ეს ხალხი ჩაიხსნა, სწორად მოიხსნა და პარლამენტში შესასვლელი არ იყო იმის მიუხედავად რომ ბიულეტენმა გაჟონა, იმის მიუხედავად რომ მე არ ვარ პარლამენტში. თუმცა ახლა მარტო გახარიას მანდატების არსებობას არანაირი შინაარსი არ გააჩნია ჩემი აზრით და მე მარტო რო ყოფილიყავი ამ სიტუაციაში ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით რომ აი მარტო ხოცები როზიანი პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს და მე მოვისმინე ქალბატონი თინა ხიდაშელის არგუმენტი 99 კაცთან დაკავშირებით როდესაც გახარიას ის მანაცილება მოიხსნას თავისი სიები და მე ვეთანხმები ამ არგუმენტს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება პირდაპირი არგუმენტი არ იყოს იმ გაგებით რომ ავტომატურად ძალას კარგავს რაღაცას მაგრამ აი მისი შინაარსიდან გამომდინარე რა არგუმენტაციაც ქონდა ქალბატონ თინა ხიდაშელს მე ვეთანხმები ამაში მაგრამ იაგო იგივე 2020-შიც ხო მე არ მახსოვს ოპოზიცია პრინციპში აი რაც საქმიანობ რომ ქართული ოცნების ხელისუფლების დროს თუნდაც მიშას დროსაც მანდატების დახევა მაშინაც ვნახეთ ოპოზიციის რომ არ შევიდნენ და მე ზოგიერთი მათგანი ნანობდა რომ არ შევიდა და აი თუნდაც 2020-შიც იგივეს ამბობდნენ რომ გაყალბდა ეს არჩევნები ეს თუ დადგა პრეცედენტი ასე რომ როდესაც წააგებს ოპოზიცია ყოველთვის სიტყვის რომ აი გაყალბდა მაგრამ სად მიგვიყვანს საერთოდ სანამ ხელისუფლება ამბობს რომ სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს მაშინ რა მოხდება ანუ გეთანხმებით 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ხო მაგას ვამბობდით რომ უბრალოდ ნუ არ შეიძლება ასე რაღაც მაშინ თელი საერთაშორისო საზოგადოება გვეუბნებოდა რომ შედით პარლამენტში და მთელი ამბავია, მაგრამ წლევანდელი არჩევნები განსხვავებულია. ეს არჩევნები მართლა ქმნის ლეგიტიმაციის პრობლემას. იქიდან გამომდინარე რომ ფარული საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაო დღეად. ეგ მაგაზე დაიწყო ლაპარაკი 1 კვირის თუ 10 დღის შემდეგ. მეორე დღეს დაიწყო რომ ვერასაბუთებდნენ ის პარტიები რა უნდათ ხო გაყავდა 300,000 ადამიანზე ლაპარაკი. არაფერს სისულელია. 300,000 უბრალოდ არაფერს შუაში არ არის, არაფერს ხო ის დაიწყეს რომ გაყავდა არჩევნები. ეს ანუ ზოგადად შეიძლება მათ შორის მე მყავს უფროსი მეგობრები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ არჩევნები არც ერთ შემთხვევაში არ იქნება, აქ მაინც არავინ არ შევა ამ პარლამენტში ვერჩენ ვერ შეხვალ და ასე შემდეგ. ანუ იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს პარლამენტი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ოპოზიცია არც ერთ შემთხვევაში არ შევიდოდა. ეს შეიძლება კაცო, ან ასე მოხდარიყო, ან ისე, მაგრამ მე ხო არჩევნების მეორე დღეს დავწერე, რომ სინამდვილეში და დღესაც იგივეს ვფიქრობ, რომ სინამდვილეში თავარი გაყალბება იყო, ადამიანების ტვინში გააყალბეს. ანუ ადამიანებს შეუქმნეს არარსებული რეალობა, სადაც არარსებული რაღაცა ბრძოლები
არარსებული ბრძოლები, არარსებული გმირები დაუხატეს, ვითომ ოპოზიციონერები, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქართულმა ოცნებამ დააორგანიზა. და ამ გაყალბებული მატრიცის გამო გააკეთა ხალხმა ის არჩევანი, რა არჩევანიც გააკეთა, მაგრამ მეორე დღეს მომიწია, როგორ გითხრათ, ამ პოზიციის ცვლილება იმ გაგებით კი არა, რომ იმას რაც ვთქვი არ ვეთანხმები. არამედ დამატებით აღმოჩნდა რაღაც სხვა გარემოება, რომ უბრალოდ 90% ბიულეტენი ჟონავდა და უბრალოდ ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი ვიყავი ერთდროს. და ზუსტად ვიცი, რომ არსებითი დარღვევა თუ არსებობს რაღაცა დოკუმენტთან მიმართებით, არსებითი ნიშნავს იმას, რომ ამის გათვალისწინების გარეშე მას სხვა შედეგი ექნებოდა. ხო და უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩვენ რო კონსტიტუციაში გვეწეროს, რომ ჩვენი არჩევნები არის საყოველთაო საჯარო, ну машин ეს იმდენად როგორ გითხრა იმდენად არსებითი ცვლილებაა რომ სამყაროში არსად არ არის საყოველთაო არჩევნებს არავინ არ ატარებს საჯაროდ თქვენ მიიღეთ 63000 ხო თუ არ ვცდები ხო ახლობით ცოტა ნაკლები 63000 მიიღეთ პრაქტიკულად ერთ ახლოს თქვენ იყავით ამ 5%-იანთან ხო თუ ვინმე იყო რატომ არ აინტერესებს თქვა აი თქვენი პოზიცია სხვა თქვენს პარტნიორ პარტიებს ოპოზიციურ პარტიებს რატომ არ აინტერესებს არასამთავრობო სექტორს რომლებიც დემოკრატიაზე საუბრობენ რატომ არ აინტერესებდა პრაქტიკულად სალომე ზურაბიშვილსაც როცა იყო ის პრეზიდენტი და დღესაც იყო იქ შეხვედრა და რამდენად თქვენ არ ესწრებოდით ხო საკოორდინაციო საბჭოა თუ რაც არის მიწვეულიც არ იყავით ხო ხო რატომ ხდება მაშინ ეს რომ თქვენ ცალკე ხართ და დანარჩენი ოპოზიცია ცალკე ეგრეც არის, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ჩვენი ახლა აი როგორც არასდროს ისე ცოცხლდება ჩვენი რაღაცა პოლიტიკური ისა რა ქვია, როგორ ითქვა, შეფასება ამ სპექტრის, რომ არსებობს სამი პარტია, ქოცები, ნაცები და ჩვენ. და ეს ყოველთვის ასე იყო. ნაცები ერთად გროვდებიან, ქოცები ერთად გროვდებიან. და ჩვენ ზოგადად ყველას იმიტომაც უცნაურად ეჩვენებოდა ჩვენი პოზიციები, რომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ იქ სადაც აი უბრალოდ გულწრფელი საუბარი არ მიმდინარეობს, ჩვენ არაკომფორტული ხალხი ყოფილიყავით. ამიტომაც არ გვიწევენ, თორე წარმოიდგინეთ, გაყალბებული არჩევნებში 4 გამარჯვებული პარტია, რამდენი უაზრობა ამ წინადადებაში. ანუ თუ გაყალბებული არჩევნებია, რა იცი ვინ არის გამარჯვებული. იქნება გამარჯვებული გააყალბა იმანო ხელისუფლებამ და თავისიანები გაიყვანა და ის ვინც ყველაზე მეტად არასახელისუფლებო ხო ის არის ვინც გაყალბებულ არჩევნებში, ხელისუფლების მიერ გაყალბებულ არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა. ყველაზე როგორ გითხრათ, ნაკლებად ეჭვიტანილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ხო ის უნდა იყოს. ხო და აი ამ რაღაცას აი როდესაც არაფერს ლოგიკას არ ცნობ. იმის გამო რომ კომფორტი შეიქმნა, რომ იქ ჩვენ არ ვიყოთ და სიმართლე არ უთხრათ. რო რაღაცა რაც თვითონ უნდათ ისე ატყუონ ეს ხალხი დაატარონ წინ და უკან და გამარჯვება ჩაუთვალონ ნებისმიერი უაზრობა რომელიც უბრალოდ გამარჯვება არ შეიყვანაფერშება და არ ხომ არა გამარჯვებას ვერ დაარქმევდა ამიტომაც არ ვარ თორე სხვა რა ლეგიტიმაცია არსებობს აი ხაბატონ თამარმაჩეგოიშვილმა თქვა დღეს რომ მე ვიქო დავაყენეო საკითხიო რომ გირჩევიც უნდა იყვნენ აქო თუ ვინმე არისო და ნუ რატო არ ამობენ საჯაროდ რატო არა აი მაგალითად რა ვიცი ეს 4 ბარიერ გადალახული პარტიაც არ არის ხაბატონ თამარშეგოიშვილს მონაწილეობს ამაში მეგონეს რაღაცა სისულელე დოკუმენტი და სისულელეზე ხელმომწერი პარტიები და იმის გამო რომ შენ სისულელეს ხელს არ აწერ თურმე რაღაც ოპოზიციის ნაწილი არ ყოფილა მათთვის სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი დღემდე და ქვეყნის მთავარსარდალი და თქვენ აი აქ როგორ ახართ ამ ფორმულირებასთან თუ აღიარებთ მის ლეგიტიმურობას თუ როგორ ხარ არა მე არ ვიცი ზოგადად რას ნიშნავს ლეგიტიმაცია მე ზოგადად ამ იმ გაგების ლეგიტიმაციით რა ლეგიტიმაციას მე მიმაჩნე ლეგიტიმაციას ხავტონ სალომე მეგონი არასდროს არ იყო პრეზიდენტი იქიდან გამომდინარე რომ თავის დროზე როგორც კოცები ამბობდნენ ძალით აარჩევინეს ხალხს მერე შუა საპრეზიდენტო ვადაში იმან ვინც აირჩია იმას თავი აგინებინა და გადახდა მეორე მხარეს შესაბამისად ეს ლეგიტიმაცია თუ რამეს ნიშნავს ხალხი არ თავიდან არ გიჭერდა და ვისაც ძალით დააჭერინეს მაშინ მხარი უკვე ისინიც აღარ გიჭერენ და ბოლოს ის ვადაც გაგიბიდა რამდენი ხნით აგირჩიეს და ისევ ლეგიტიმური ხარ და ეგეთი უცნაური ლეგიტიმაციის შესახებ მე არც ერთ წიგნში არ წამიკითხავს არასდროს მადლობა იაგო რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა ბატონი ირაკლი ბათიაშვილი შემოგვერთა საღამოშიდობისა ბატონო ირაკლი მადლობა რომ მოხვედით დიდი მადლობა მოწვევისთვის ბატონო ირაკლი მოდი დავიწყოთ აი ამ აქციების შეფასებით რაც უკანასკნელ დროს ხედავთ ქალაქში მაგალითად ხედავთ რომ იმდენი ადამიანი არ არის რუსთაველის გამზირზე ნელ-ნელა ის მუხტი არ არის რაც იყო და დღეს შედარებით ცოტა ადამიანია ხო გამოსული რატომ მოხდა ესე რომ შედარებით დაიწია ამ მუხტმა არა ეს ფიქრობ სავსებით ბუნებრივი პროცესი იყო და ლოგიკური ისედაც მე ერთხელ უკვე ავღნიშნე ერთს და ახლა კიდევ გავიმეორებ რომ დიდწილად რაც შეეხება ესე იგი აი ამ ეგრეთ წოდებულ პოლარიზაციის თემას ჩვენ საზოგადოებაში რაც ამ აქციებს ეხებოდა ამ რაღაც დაპირისპირებას ეს იყო დიდწილად ჰიპოსტაზირებული საინფორმაციო ტექნოლოგიების მიერ
ანუ გაზვიადებული, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, უკიდურესად გაზვიადებული გარკვეული ტელევიზიების მიერ, სოციალური ქსელების მიერ, ანუ შეხვიდოდი ამ გარკვეულ ტელევიზიებს ჩართავდი, შეხვიდოდი სოციალურ ქსელებში და გექნებოდა, იქ უკვე იქნებოდა ეს ვირტუალური გარკვეული რეალობა, რომელიც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ესე იგი ქვეყანა საერთო სახალხო მღელვარება, ქვეყანა აფეთქდა, ანუ დიდი ამბავია. გახვიდოდი რეალობაში ქუჩაში და დაინახავდი რომ ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ეხლა მით უმეტეს, ესე იგი, კიდე უფრო იკლო, ზოგჯერ შეიძლება 1000 კაცი იყოს, ზოგჯერ შეიძლება 200 კაცი იყოს, მაქსიმუმი როცა ეს აქციები იყო, იქ შეიძლება ყოფილიყო მაქსიმუმ რაღაც 8000 კაცი, 7. ანუ ეს იყო დიდწილად, რა თქმა უნდა, გაზვიადებული საინფორმაციო ტექნოლოგიების მიერ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ამას ხელისუფლებამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს, ანუ ამას ეს აინუში არ ჩააგდოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, რა თქმა უნდა, თუნდაც ის პოლარიზაციის ის დონეც კი, რაც კი არსებობს ჩვენ საზოგადოებაში და რაც ვთქვათ, რაზეც ვიძახი, რომ ეს დიდწილად გაზვიადებულია, ესე რომ ვთქვათ, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიერ, მაგრამ ხო არსებობს რაღაც თუნდაც ეს რაღაც დოზის პოლარიზაცია, ხელისუფლება რა თქმა უნდა ვალდებულია, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას ხაზგავს და პასუხისგებელია, რომ რაც შეიძლება მოხდეს ამის მინიმიზაცია, რაც შეიძლება მოხდეს ესე რომ ვთქვათ, ამის განეიტრალება, ამას სჭირდება მუშაობა, არაუბრალოდ ვალის მოხდა, რომ აი მე ესე რომ ვთქვათ, ჩემი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ რეალური მუშაობა სჭირდება. ანონიმური ჯგუფები არ არის ეს, უპირველეს ყოვლისა სოციუმთან, საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებთან, აქ მარტო პარტიებთან მუშაობაზე არ, საზოგადოების სეგმენტებთან არის მთელი რიგი სეგმენტები, რომელიც ანონიმური არ არის, ეს არის სტუდენტობის და ახალგაზრდობის, ესე ვიტყოდე, გარკვეული ნაწილი, ეს შეიძლება დიდი ნაწილი არ იყოს, მე ხა იგივე სტუდენტებთან ძალიან დიდი რაოდენობა სტუდენტებთან მაქვს მუდმივად ურთი, მაგრამ გარკვეული რაოდენობა ხო არის, თუნდაც მცირე თუ საშუალო ასევე შეიძლება კულტურის სფეროს წარმომადგენლების გარკვეულ ჯგუფებთან მუშაობა, არასამთავრობო შეიძლება ვიღაცა ძალიან არ მოწონდეს, აღიზიანებს, მაინც ესეც არის სეგმენტია ჩვენი საზოგადოების. რაც ეხება პარტიებს, ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ ეხლა იცით როგორი სიტუაციაა, რომ ანუ ოპოზიციას რაც ეხება თლიანობაში აი უნდა სიმართლეს თვალებში შევხედო და ვთქვათ, რომ ამ ხრივ ჩვენ გვაქვს სავალალო მდგომარეობა, როდესაც ლაპარაკობთ, რომ აი ქართული ოცნება უკვე 12 თუ 13 წელია ხელისუფლებაშია, თვითონვე აღნიშნავენ, რომ რა თქმა უნდა ეს მათ გარკვეულ დისკომფორტსაც უქმნის და თავისთავად ცხადია, მაგრამ რეალურად მართლაც და ალტერნატივის თვალსაზრისით გვაქვს სავალალო მდგომარეობა. რატო? იმიტომ რომ ოპოზიციას მთლიანობაში რო შევხედოთ, მე ამ ტერმინს ნამდვილად ვთქვათ არ ვიხმარ, რასაც ქვია ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, ეს უფრო მეტაფორული ტერმინი მგონია, რაც ეხება გამწევ ძალას, ფლაგმანს, ესე რომ ვთქვათ, გამწევ ლოკომოტივს, მთელი ამ ოპოზიციის, რომელსაც შედარებით მეტი ელექტორატი ჰყავს, ეს არის იგივე ნაცმოძრაობის ორი პარტია, ორივე არის ნამდვილად ორი განაყოფი ნაცმოძრაობის კოალიცია ცვლილებებისათვის და საკუთრივ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის, რა თქმა უნდა, მას თავის ესე რომ ვთქვათ, ელექტორატი ჰყავს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი საზოგადოებისთვის ქართულ ეს არის რეალობა. ეს არის დისკრედიტირებული ძალა. ეს არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული ძალა თავისი წარსულის გამო, იმ მართლაც და სისხლიანი ბნელი წარსულის გამო, რომელიც არის მათ პასუხისგებლობაზე და რომელიც სულ ახლახან იყო, ეს არ არის რაღაც ჩორეული წარსული. და რაც ეხება სხვა ორ პარტიას, ეხლა მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება ვიღაცას ძალიან არ მოწონდეს, ან ვიღაცას მაგრამ აქ თქვა დამოკიდებულება გვერდზე გადავდოთ, მე გულისხმობ ლელოს, მე გულისხმობ გახარეს საქართველოსთვის, მათ ჯერჯერობით, ეს არის ფაქტი, აქვთ დაბალი რეიტინგი. მათ არ აქვთ, ესე ვთქვათ, რამე სერიოზული რეიტინგი, ანუ მთლიანობაში არის ესეთი ვითარება, რაც ეხება ეხლა
თვითონ მდგომარეობა სხვა ახლა ბატონო ირაკლი, აი თქვენ ხო ძველი გამოცდილი მაგრამ მიუხედავად ამისა მე ვლაპარაკობ რომ აი ამ თქვათ იცით რა ნაციონალურ მოძრაობასთან ლაპარაკს არავითარი აზრი არ აქვს რომ ეს არის მე ადრეც ვიდე ხა შეპყრობილი ძალა რევანშის წყურვილით დანარჩენი ყველასთან ემოცია უნდა გვერდზე გადადო ხელისუფლებამ ცივი გონებით იხემძღვანელოს მე ხლა მას ვაპარაკობ რომ ხელისუფლების კეთილის მსურველი თავის დამოკიდებულა ყველასთან მუშაობა საჭიროა და აუცილებელიც არის და შესაძლებელიც არის მე ესე ვფიქრობ იმისთვის რომ ასე ვქო რაღაც კონსენსუსი იქნას მიღწეული იგივე თუ საჭიროა კი არა კარგი დიდსულოვანი ჟესტი იქნებოდა ამ ხელისუფლების მხრიდან პატიმრების განთავისუფლება იმ პატიმრების შეიძლება ამაზე ამობთ აქცების დროს დაკავებულების დიახ პატიმრების განთავისუფლება რითაც ეს ხელისუფლება ქართული ოცნება კიდევ ერთხელ ცხადყოფდა რომ ის არის მართლაც და აბსოლუტურად განსხვავებული წინარე აი სასტიკი რეჟიმისაგან და რაც კიდევაც ფაქტია და ესე არის აქვე მე მინდა აი რაკი ამ თემას შევეხეთ ისევ და ისევ როგორც კეთილის სურველმა ესე ვთქვათ ქართული ოცნების მე თვითონ დღეს პოლიტიკისგან გარიდებული ვარ მეცნიერების და განათლების სფეროში ვარ რა არის იცით რომ ჩვენ უნდა რაღაცნაირად შევცვალოთ კარდინალურად ჩვენი პოლიტიკური დღის რეჟიმი ჩვენი პოლიტიკური დღის რეჟიმი ეს არის თავის რაღაც მოჯადოებული წრესავით რომელშიც ვტრიალებთ ხო უკვე ჩართავ ტელევიზორს და წინასწარ იცი რა ტექსტებია ერთი და იგივე პრაქტიკულად ვთქვათ ხელისუფლების მხრიდან ლაპარაკი არის ოპოზიციის კოლექტიურ ნაცმოძრაობის ძირგამომთხრელ მოქმედებაზე იქიდან ლაპარაკი არის რუსული კანონი რუსული ეს არის უკვე პრაქტიკულად აი ეს თემა ესე იგი ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესი ესე იგი ეს რა თქმა უნდა ამან ამოწურა თავის დროთან რატომ იმიტომ რომ მე მინდა ვთქვა რომ თვითონ ხა ლეგიტიმურობაზე იყო ლაპარაკი ქართულ ოცნებას ეს დასამტკიცებელი აწი არ აქვს არ ჭირდება მას გაუთუ იმის მტკიცება რომ ის არის ლეგიტიმური და ეს მე მგონი აი ძალიან უმეტესობამ ჩვენი მოსახლეობის ნამდვილად იცის რომ ხალხის უმრავლესობამ ის ნამდვილად აირჩია. აი ეს გაყალბებაზე საუბარი ბატონო ირაკლი. ესე იგი ეს ყველაფერი ეს თვითონ ოპოზიციამაც კარგად იცის რომ ესეა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ხელისუფლებას დღეს და მართვა ძალას არ აყავს სერიოზული ალტერნატივა და სერიოზული ოპოზიცია. და ამიტომ ის ნამდვილად არის არჩეული არის ხალხის უმრავლესობის მიერ. ამიტომ ეს თემა გაუთავებელი, ესე იგი ერთმანეთთან დაპირისპირების, ამან უკვე ამოწურა თავისი თავი და ჩვენ გვჭირდება ესე ვთქვათ, რომ უნდა ამოვხტეთ რა ამ პოლიტიკურ დღესდღეობით, იმიტომ რომ ჩვენ წინაშე არის სერიოზული სტრატეგიული მიზნები და ამოცანები. და აქცენტი დღეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს სწორედ ამ სტრატეგიული მიზნების რეალიზაციაზე. აი ეს უნდა წარმოჩინდეს ჩვენ თავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად და ალბათ თქვენ მკითხავთ რა კონკრეტულად მე ხე ძალიან აბსოლუტურად ზოგადი აი რა თავარი რაც იგულისხმება ახლა ყველაზე დიდი ცვლილება რაც ხდება სოფლიოში დღეს ეს არის ის ცვლილება რაც ხდება სოფლიოს სუპერ სახელმწიფოში ფლაგმანში ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის კარდინალური ცვლილებები ახლა იცით რომ აი ერთია სიტყვა და ბევრი ესეთი ეფექტური სიტყვა გვსმენია და ვიცით რომ ამ სიტყვათ რჩება იგივე აი მე გულისხმობ თქვა საინაუგურაციო გამოსვლას ტრამპის ძალიან ეფექტო არა ვიცოდით რომ ეს სიტყვა ხშირად სიტყვად ჩემ არა ამ სიტყვას მოყვა ძალიან მალევე საქმეები რეალური 54 20 იანვრის მერე უკვე 54 განკარგულებაა მიღებული ანუ ტრამპის გუნდმა მოხსნა ტრუმენის დროინდელი რეკორდი უკვე ისეთი სისწრაფით დაიწყეს ეს რეფორმები რომელიც შეეხო ყველაზე მტკივნეულ სფეროებს
ესე იგი თვითონ ამერიკის შეერთებული იმისთვის რომ იდეოლოგიაზე საუბრობს ხელისუფლება. აღზევება ისე. რო ერთ-ერთ შემთხვევა ტრამპის ეს განცხადებები და ჩვენი განცხადებები ხელისუფლება საუბრობს. ხო, ანუ თელი ამ ტრამპის გუნდის, რომელიც თვითონ გუნდიც საინტერესო გუნდია, ეს არაორდინარული სისტემის ხალხი არ არის, ეს არის არაორდინარული მიდგომით, თავისი არაორდინარული დისკურსის ფორმით, ყველაფერი ეს არაორდინარული პოლიტიკით უკვე რაც მათ დაიწყეს, ეს არის გუნდი გაცხადებულად თავისი, რომელსაც სურს პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების და სოფხედელობა ნამდვილად შემოატრიალონ 180 გრადუსით დააბრუნონ, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ საწყისებისაკენ, რა საწყისებზეც საერთოდ ამერიკა აშენდა. კერძოდ ეროვნული ინტერესების და ქრისტიანული ღირებულებების საწყის. ამერიკა შექმნეს პირველი კოლონიზატორები ესენი იყვნენ ინგლისელი პურიტანები, ქრისტიანი პურიტანები, რომელთაც მეიფლაუერის პაქტით, როცა დასახლდნენ, აი ეს მეიფლაუერის პაქტით დაიწყეს ამერიკის დაფუძნება და მერე უკვე ეს პრინციპები განვითარებული სახე ჰპოვეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში. აი სწორედ დღევანდელი ეს პოლიტიკა ტრამპის გუნდის მიმართულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თელი პოლიტიკა სოფხედელობა დაფუძნდეს ეროვნული ინტერესების უზენაესობის პრინციპზე და ქრისტიანულ საწყისებზე, ქრისტიანულ ღირებულებებზე. ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად რო იტყვიან თანახმიანი ის, რასაც აცხადებს დღეს ჩვენი ხელისუფლება, როგორც თავის იდეოლოგიას, სოფხედელობას, ეს წესით არის აბსოლუტურად თანახმიანი და ყოველივე, რა თქმა უნდა, თან მით უმეტეს რა რეფორმებსაც ატარებს, ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? იგივე, ესე იგი, ახლა ყველაზე პოპულარული თემა რაც არის, USAID-ის პრაქტიკულად გაუქმება. ეს გამომდინარე საიდან, რომ ისევ რომ ეროვნული ინტერესებია, ან ყოველი ცენტის დაზოგვა ხდება. ხედავთ, რომ ყველაფერი უნდა ამერიკელ მოქალაქეს მოხმარდეს, ტყილა არ უნდა დაიხარჯოს არც ერთი ცენტი და ჩვენ არ გვჭირდება რაღაც ხელების ფათურის ხვების შიდა საქმეებში, აი ესეც არის. ანუ ფათური იყო ბატონო ირაკლი მანამდე თქვენ როგორ უყურებთ ხელისუფლების პოზიცია კი ვიცით და თქვენი მაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ აი ამას რამდენად იყო აქ იყო ფათური და აქ იყო დიდი კორუფციაც რაც თვითონ ტრამპმა ამას მეხმარებოდა. ანუ თქვენი დაკურებაცია არის. ეს ფულები რაც იხარჯებოდა აი ესეთი USAID თუ სხვა დონორი აქ ადგილი ქონდა უზარმაზარ კორუფციასთან. აქ მარტო ის კი იდეური მომენტი კი არის. გადამწყვეტი იყო კორუფციული მომენტი და ფათური თავისთავად გამოდიოდა, იმიტომ რომ როგორც თვითონ ტრამპმა ახსენა, ბევრი მართლაც და კაი საქმეები, მაგრამ 100-დან 1 იყო კაი საქმე, თქვათ, რაც ჯანდაცვას უნდა მოხმარებოდა, ეპიდემიასთან ბრძოლას, რაღაც ესეთ საქმეს, მაგრამ ძირითადად ეს იყო ფათური პოლიტიკაში, სადაც мотивация როგორც ჩანს, იყო ძირითადად მაინც კორუფცია. ამიტომ ეს ნაბიჯი, აი ხო როცა ლაპარაკია deep state-თან ბრძოლაზე, ხო, თვითონ ესეთი სტრუქტურები, აი ამ deep state-ი, ასე ფართო ტრანსნაციონალური, ესე რომ ვთქვა, ქსელი, რეალური ქსელია რომლის აი ეს სტრუქტურები არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლები, რომელსაც დაარტყა სწორედ ეხა ტრამპმა. მსოფლიო ტრამპმა ასევე CSS-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს სერიოზული რეორგანიზაციაც დაიწყო და აი მთელი ამიტომ ჩვენ ეხლა რა არის ცით როდესაც ვლაპარაკია რომ რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი იმაზე კი არ უნდა რომ აი კოლექტიური ნაცნობობა თუ ისა თუ ჩვენი დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს ჩვენი ვექტორი უნდა იყოს აქეთკენ მთელი ძალისხმევა ჩვენი ეხლა რეალური ძალი ლაპარაკი კი არა რეალური მუშაობა მუხჩაუხრელი უნდა მიმართული იყოს იმისთვის რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაც არის აბსოლუტურად რეალური ამას ჭირდება მუშაობა ადგილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჭირდება ახლა მუშაობა ესეთი პოზიცია რომ ჩვენ ახლა ველოდოთ ტრამპი როდის deep state-ს ბოლომდე დაამარცხებს, ნუ ეს არის ძალიან აბსტრაქტული და არასერიოზული მიდგომა. ამას ჭირდება ახლა მომენტს ხელის შავლება და სერიოზული მუშაობა. მით უმეტეს, აი როგორც ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მახლობელი აღმოსავლეთი და იგივე ისრაელი და
ეს რეგიონი ამერიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ გვერდით არის ირანი. ანუ ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ისევ და ისევ და უფრო ხაზგასმულად დავიმკვიდროთ თავი, როგორც აი ამ სუპერ სახელმწიფოს საიმედო მოკავშირე. და ეს იქნება გარანტი ჩვენი უსაფრთხოების სერიოზული. ბატონო, ბოლოსკენ მივდივარ და მინდა გითხოთ, აი უკრაინაში ომის თქვათ დასრულება რას მოუტანს ჩვენს ქვეყანაზეც რო გადმოვიდეთ იქიდან? რა თქმა უნდა, ეხლა ეს იცით რა არის ჩვენთვის ძალიან რომ ეს იყოს სულ მუდმივი მაპროვოცირებელი ფაქტორი რაღაცნაირად აი ეს უკრაინის ხელისუფლების წრეებიდანაც მოდიოდა რაღაცნაირად ესე იგი საყედური ჩვენ მიმართ რატომ ჩვენ არ მოძრაობთ რატომ რაღაცნაირად არ ვერთვებით თუ ირიბათ არ ვერთვებით ამ სამხედრო მოქმედებას რაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრებულიყო რა თქმა უნდა ჩვენთვის ამიტომ ამ ომის დამთავრება არის რაც ეხა ტრამპ პრაქტიკულად ერთი ომი დაამთავრა იქ ჯერ მოსული არ იყო უკვე დაამთავრა ეხლა ეს რეალურია რომ ეს ომიც დაამთავრდეს ესე იოლი რა თქმა უნდა ეს არ იქნება მაგრამ როგორც ჩანს არის უკვე ზელენსკი ღიად ლაპარაკობს ამის შესახებ კრემლიც უკვე ესე რომ ვთქვათ არ უარყოფს ამას მართალია იქ ისინი ესე რომ ვთქვათ შეტევაზე არიან რუსები გადასულები და თავის კონტინგენტს ზრდიან კიდევაც საკმაოდ მაგრამ მზადყოფნა როგორც ჩანს იქიდანაც აი თემ სოფლიოში ახლა ეს მზადყოფნა ადრე ვინ ლაპარაკებდა ამ თემაზე ეს უკვე საბოლოოდ მომწიფდეს და ეს ჩვენთვის არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება სწორედ მიზან მიმართული მუშაობა ამ მიმართულებით. მადლობა ბატონო ირაკლი რომ მოხვდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ირაკლი ბათიაშვილს უსმენდით თქვენ და ახლა ერთი პირდაპირ ჩართვა გვექნება. გოგიტა მურცხვალაძე უნდა ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში საქველმოქმედო ფონდ ხომალის ხელმძღვანელი. მან გთხოვა ჩვენ პირდაპირ ეთერის დათმობა. საღამომშვიდობისა ბატონო გოგიტა მადლობა პირველ რიგში თქვენ მოგესალმებით გთხოვეთ რომ გაგვეთმოთ თქვენთვის ეთერი და სიამოვნებით გითმობთ აი ამ ეთერს რა გაქვთ სათქმელი? სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს ბატონო ვახტანგ. პირველი ის რომ იქნებ გაგვარკვიონ პროტესტანტებმა რა გველის მომავალში რას პირდებიან მე და ჩემი სანეებს და რიგით მოქალაქეებს. მე თვითონ გახლავართ შიშობოპირის ბავშვის მამა და მე თვითონაც შიშობოპირი ვარ. და ძალიან მძიმე წლები მაქვს გადატანილი წინა ორი ხელისუფლების დროს. და მინდა ჩამოწერილი მაქვს გისმენთ რაიმე ჩამოწერე აი მაგალითად სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტი რომელმაც ჩემშვილზე ხელი აიქნიან და მე კონკრეტულად დავასახელებ სიმონ პეტრიციდი ესეთი პიროვნება იყო მის დროს ადმინისტრაციაში რომელიც შუშუმოს საკითხებზე მუშაობდა თვითონაც ეტლის მოსარგებლე იყო და სალომესთან როცა შევიდა ჩემი განცხადებით არა ხელი აიქნია ერთი მე არ უცალია ინვალიდი ბავშვებისთვისო და დღესდღეობით ესე ქალი უკვე ქართლის დედის პოზიციები უნდა რომ შეითავსოს და ქვეყნის მშველელის პოზიციები უნდა რომ შეითავსოს და არ მჯერა მე მაგ ქალბატონის არ მჯერა ახლა მეორე კიდევ საერთაშორისო ორგანიზაციები, ის დონორები, ის იგივე ის USAID და ელჩები და ეს ასეთი პიროვნებები, უცხოელები, როცა იძახიან, რომ აი საქართველოს დავეხმარეთ მილიონებით ჩვენო, ერთი ვინმე დამიждდეს, ქართველი თუ უცხოელი და დამიანგარიშოს ჩემს შვილზე საერთოდ თუ რამე არის დანახმარები წინა ორი ხელისუფლების დროს. მიმართეთ და უარგეუნებოდ მე ბატონო დანახმარები. როგორ მიმართეთ თქვენ რაიმე დახმარებაზე და უარი მიიღეთ ანუ ახლა კონკრეტულად საერთოდ მე არ მიმართია მაგრამ როცა ამბობენ რომ ჩვენ საქართველოს ქართველებს ვეხმარებოდით საქართველოს ვეხმარებოდით მილიონები თუ არა იმ ქართველებში ჩემი შვილი ხარ შედის არა მაგრამ არავითარი რაიმე დახმარება ჩემს შვილზე არ ყოფილა გაწეული და იგი და ვერც ვერავინ ვენახავს თუ კიდე ერთ-ერთს რომ ჩემს შვილზე ყოფილიყოს რაიმე დახმარება გაწეული მე ჩამოწერილი მაქვს კიდევ სხვათა შორის ევროკავშირის ელცაც მივმართე მე განცხადებით და
მაშინდელ სახალხო დამცველს ლომჯარიას, მაგრამ მაგ პერიოდში არ ეცალათ ინვალიდი ბავშვების შეშმო პირები ვთქვათ, ისინი უფრო LGBT თემებზე იყვნენ გადართულები. ანუ რისგან გინდოდათ, აი რას თხოვდით ქალბატონ ლომჯარიას, რა დახმარებას თხოვდით და რა პასუხი მიიღეთ? მაშინ ესე გასაგები რომ გავხადოთ, კონკრეტულად რას თხოვდით? აი მაგალითად ის ელემენტარული ეგრე ბავშვი არის ადაპტირებული ლიფტი საჭირო რომ ჩარეული ხო ამ საკითხზე და ეგ მაგრამ არავით არის მაგის პირდაპირ მივიღე ესეთი პასუხი რომ ჩვენ კონკრეტულ საქმეზე ვერ ჩავერთვებით იმიტომ რომ ეს არის თქვენი პირადი სივრცე თქვენი პირადი ნუ ესე იგი უნდა ყოფილიყო რაღაცა გლობალური საკითხი შეხარჯები ბატონი ან უნდა ყოფილიყავით იმ LGBT თემის წარმომადგენლები მიან ჩემიშვილი შეხარჯები ბატონი რომ მაშინ მხარით ეჭირა ჩვენთვის და აღებინათ ხმა და დაგხმარებოდე და ეგ მაგრამ ვიცი და ისე სინდის ნამოს ვერ გავყიდით ფულის გულისათვის რომ არიქა დამეხმარეთ მე ასეთი იგი უღირსი ვარ მეთქი არა ღმერთმა დაგვიფაროს და ეგ ახლა კიდევ ერთი რაღაცა ცოტა აბნეულად თუ არ გამომივიდეს და ეგ არა ყოფილი პირველი ლეძე სანდრაზე მინდა რომ მოგახსენოთ ეს კალბატონი ჩემთვის ძალიან ცოტა წარსულს ტოვებს და ეგ იმიტომ რომ თუ გახსოვთ თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს წლების უკან მე მქონდა თბილისიდან ბათუმამდე ფეხიცვლელობა საპროტესტო ფეხიცვლელობა და რატომ და რისთვის როცა სანდრა როცა პირველი ლედი იყო და რომ მიმართე მე დამხმარებოდა ისე ოპერაციის პერიოდში ბავშვის ოპერაციის დროს ხო შემომთავაზა ბავშვის გაყიდვა რამოდენადაც დაუჯერებლად არ უნდა შეგვიძლია ძალიან სერიოზული ბრალდება ბატონო გოგიტა რა 15000 $15,000 ბატონო ვახო წარმოიდგინეთ ახლა თუ კი მე გიჟი ვარ ან კიდე ვიტყვილები მაშინ რა ტყვილი უნდა მეთქვა ისეთი მომეფიქრებია ისეთი რომ თბილისიდან ბათუმამდე ფეხით მიარა და ფეხით მეტარებია 2 კვირის განმავლობაში ესე ბავშვი ეს მე მგონი მისახვედრია ყველაფერი და იგი რომ ამ შემთხვევაში ტყვილს არ ვკადრულობ და არ ვამბობ ეს შეგვიძლია ხატების წინ დავდგე და ეკლესიაში დავიფუძო რომ ეს არის სრული ჭეშმარიტება ეს არის უღირსი ქალის უღირსი პასუხი რაც მაშინ მე გამცა სანდრანულობს მაგრამ არ მიყვეს იგი დაუჯერებლობა იმიტომ რომ როცა სოციალურ ქსელში დავწერე ეს ამბავი 1-2 ჯერ არა საოცარი კასკადი წამოვიდა ისე მაწყევარი ქალბატონების რომ და წარმოიდგინეთ ჩემ შეშმო შვილს წევლიდნენ რომ ჩემი ბავშვი იყო მტყუარი სანდრას მიმართებაში ახლა კიდევ ერთი რაღაცა მინდა რომ მოგახსენოთ ის როცა ჩამოყალიბდა ესე პოლიტიკური ორგანიზაცია ეგრეთ წოდებული ლელო ბანკირების იგი ორგანიზაცია რა მაშინ მე იმასქენი რა ქვია ესე მიმართე მაგას იმართე გითხრათ დახმარებისათვის განცხადებით თუ კი არ დაიჯერებენ მაშინ ბატონ მამუკას შევახსენებ იმას მე მაშინ მაგას გადავეცი ეს ჩემი მეგობრისა და მისი თანასოფლელის ხატმწერი შალვა გერაძის იგი წიგნი საჩუქრად თან იმ დღესვე ჩავაბარე განცხადება რომ დახმარება დახმარების გაწევის მიზნით მაგრამ სამჩემ და სამწუხაროდ ქალბატონმა თეონა დოლენჯიშვილმა რომელიც მისი მდივანია როგორც მე ვიცი როგორ გითხრათ ახლა ის ერთხელ ორჯერ სამჯერ რომ იმასკენი პერიოდულად ურეკავდი და იგი ვაწუხებდი რომ აი დახმარება დრო გადიოდა და იგი და ბავშვის მდგომარეობა არ იწმენდა რა და ერთხელაც დაურეკე და უთხრა რომ ქალბატონო თეონა ბავშვი სანამ ცოცხალია მანამ საჭიროებს დახმარებას რომ შევძლო მკურნალობის გაგრძელება ეს იყო პარტიული მუხარა შენ ლამაზად დაილაპარაკე თორე ჩვენი ბიჭები მოგივლიან იმის მერე მე აღარც მიმართავს მაგენისთვის ბატონო გოგიტა ვინაიდან არც ერთი ის ადამიანი ვისაც თქვენ ახლა ახსენებთ არ არის სტუდიაში და მე არ მინდა ეს საუბარი დაემსგავსოს იმას რომ არ არიან ადამიანები და მათზე ვსაუბრობთ აი რატომ მოგინათ დღეს აი ამ თემებზე თქვენ საუბარი მოდით ამაზე ვისაუბროთ ბატონო ვახტანგ მე სიმართლე გითხრათ მე ჩემთვის უფრო უმჯობესი იქნებოდა აქ სტუდიაში ჩემერთან ყოფილიყო მეორე მხარის წარმომადგენელი ეს იქნებოდა ის ნაცი ლელუელი თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო და იგი რომ ცალკაში თამარს რო არ დამსგავსებულიყო ყოველივე უფრო წელგამართულად ვილაპარაკებდი და პირში სათქმეს ვეთყოდი ყველას იმიტომ რომ აქ უკვე ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის დაცვაზე არის საუბარი მე სიცოცხლე და ჯანმრთელობა შევალია ჩემ ოჯახს და ჩემი შვილის დაცვას და ყოველთვის ასეთნაირად ვიქნები სანამ ცოცხალი
ახალი ვარ და მიტო ვამბობ ამ ყველაფერს სათქმელს ვიცი რომ ტრებს ვიჩენ ამით ხმამაღლავ რო საუბრობ მაგრამ ადრე თუ გვიან სათქმელი ხომ უნდა მეთქვა არა ბატონო გოგი და როდესაც საუბრობთ თქვათ იმ ადამიანებზე ვინც დღეს თქვათ ოპოზიციაში არის იგივე ყოფილ პირველ ლეძე საუბრობთ რომ არ დაგეხმარათ ყოფილ პრეზიდენტზე საუბრობთ მოქმედი ხელისუფლება გეხმარებათ მოდი რაღაც პირველვარსავით ვერ გამომივიდეს ის ეკრანს მიღმა გეტყვით ისე მე ბატონ ირაკლი კობახიძესთან დამაკავშირა ერთ-ერთმა ცნობილმა პიროვნებამ ანალიტიკოსმა და დაგმაგის სახელს დაგვარს გეტყვით რომელმაც ჩემი განცხადება და ეს ჩემი ამბავი ყველაფერი მიიტანა ბატონ ირაკლი კობახიძემდე და გამიწიეს დახმარება ძალიან კარგი. პლუს ამას კიდევ რადგან ჩამოვარდა საუბარი ისე ბატონ ირაკლიზე, არა, ბარემღა იმას ვიტყვი კობახიძეზე. ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ჩემთვის არიან კარგი და დადებითი პიროვნებები, იმიტომ რომ ამ ორმა ადამიანმა ხმამაღლა თქვა, რომ ოჯახი ეს არის კაცისა და ქალის ურთიერთობა და ის LGBT თემი. გასაგებია. გასაგებია, თუ რამის დამატება გინდათ თუ არა და უნდა დავასრულოთ ბატონ გოგიტა და დაგემშვიდობოთ. კი, ისე ძალიან მოკლედ. აი ის მზია ამახლებელთან დაკავშირებით მინდა რო გითხრათ კიდევ. ცოტა ძნელი არის, როცა ქალზე უნდა ისაუბრო, რომელიც ამჟამად არის იქ ორგანოში გადაყვანილი კაპეზებში თუ როგორ თქვია მაგა. საპატიმრო საავადმყოფოში არის ახლა. წლების უკან ვიყავი მისული ნეტგაზეთში და ერთ-ერთი მაგათ ჟურნალისტს შევხვდი და ველაპარაკე ჯაბა ანანიძეს, არ დავმალავ სახელს და გვარს. რომ ასე და ასე როგორც კი ვახსენე სანდრა როლოვსი არა მაშინვე ცივი ვარი განაცხადეს რაიმეს გამოქვეყნებაზე და საერთოდ მოსმენაც არის სულეს და იგი და დღესდღეობით ახლა უკვე ეს გაზეთი და ეს რედაქტორი გამოდიან უკვე ქვეყნის დამცველები და ქვეყნის აღშენებლები ვეღარ გავიგე და ყველაფერში მე ვარ დამნაშავე და ჩემი შვილია დამნაშავე თუ როგორ რანაირად მადლობა ბატონო გოგიტა ბატონი გოგიტა მურცხვალაძე საუბრობდა, რომელმაც ჩვენ გთხოვა მისთვის პირდაპირ ეთერის დათმობა ის ბათუმის სტუდიიდან გვერდებოდა და ჩვენ ეს თხოვნა ბატონი გოგიტასი მოკლედ შევასრულეთ. დღეს ამით უნდა დაგემშვიდობოთ. ოთხშაბათში ხვდებით. მადლობა რომ გვიყურეთ.